აი რატო არის ჩემთვის კარგი ტაქსით მგზავრობა? ჩავჯექი ტაქსში, ცხოლი გამომელაპარაკა, მითხრა კომპლიმენტი, ამ წუთას თქვენ გიყურებდითო TikTok-ზე თუ სად ჯანდაბაში არ ვიცი და რა კაი რამეებს ამბობთო? ისევ სიმართლეს ვამბობ, მაგრამ რაც არის, ნაღდი რაც არის. აი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხალხს გიჟებს ეძახიან მე. ხო, გიჟი ვარ, მარა ვარ. არა, სულელი არა ვარ. არა, სულელები არა, არც გიჟები არა ვართ, მართლები ვართ, მაგრამ თავარია ფსიქიურად არ შევიშლებით, იმიტომ რომ ნევროტიკები არასოდეს აფრენენ. ან გაქვს ნევროზი, ან გაქვს ფსიქოზი. ანუ ან ხარ დაბადებული ყავისფერი თვალებით, ან ცისფერი თვალებით. არასოდეს ის იქით აღარ გადადის. რატო წერა ხადა რატო? შენ არ გწერ, არა. არ გწერ, კაცო, შენ არ ჩანხარ. მე ვარ მძღოლების რისხვა. შვილო, მე არა ვარ პოლიტიკოსი, არც ვაპირებ რომ ვიყო პოლიტიკოსი, ღმერთმა დამიფაროს და ვერ დაგეხმარები. შენ რა სახელი დაგვარიც დაასახელი იმ ადამიანს არ ვიცნობ, შეიძლება ვიცი, მაგრამ არ ვიცი რომელია. რა ვქნა, რა გავაკეთო? ვიზე მკითხე? მასალიდებს. ტომ პასუხი არ არის, ტომ პასუხი არ არის. ჩამოვიდა 5 დანამატების ჩასადები. ეხლა ეს მეყოფა მე? ეს მეყოფა მე? დიდი მეგონა. არა ლამაზია. ეს მზე მე არ მგავს. მაშ გიჟი ვარ? აბა რატო მითხარით გიჟი? მითხარით ეგრე ეძახიან ჩვენაირ ხალხს ამბობენ. გიჟი თავისუფალია. აი რეალობას რო ლაპარაკობ და ნახს რო ლაპარაკობ. ეგო გიჟი არის არა? არა, ეს მე რას მეყოფა, ეს დანამატები, ეს არის ჩემი ერთი დალევა. არა უშავს. არა უშავს. თავარია ჯამთელად ვიყოთ მეგობრებო და ყველაფერი დანარჩენი მოვა. როგორ თქვა იმ გოგომ ფული ამ თავარიო, ვაი ვაი ვაი.